მე ვფიქრობ, რომ პროცესი ნაციონალური მოძრაობის რეფორმირების რაც ჩვენ დავიწყეთ, არის ბოლომდე მისაყვანი და მე ამ მიმართულებით აუცილებლად მუშაობ და გავაგრძელებ მუშაობას. რაც შეეხება ჩვენ შანსებს არჩევნებში, არჩევანი ძალიან მარტივია, ერთი მხრივ გაჩერებული საქართველო, ერთი მხრივ მართლაც უუნარო და უნიათო ხელისუფლება და მეორე მხრივ საქმის სერიოზული კეთების გამოცდილების მქონე ადამიანები და ვთავაზობ ძალიან კონკრეტულ პროგრამას. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ იმას, რასაც ჩვენ ვამბობთ, ყოველთვის ვასრულებთ და ამ შემთხვევაში ამით მოვდივართ, ჩვენ ვთავაზობთ საქმის კეთებას, საზოგადოებას და გჯერა, რომ ხარდაჭერა იქნება ძალიან სერიოზული და ძალიან მნიშვნელოვან წარმატებას მივაღწევთ ამ არჩევნებში. რაც თავარია, ჩვენ გვაქვს საქმის კეთების გამოცდილება, ჩვენ გვაქვს დამარცხების გამოცდილება, რამაც ჩვენ გაანალიზების შესაძლებლობა მოგცა ჩვენი განვლილი პერიოდის და გვაქვს ახალი იდეები, ახალი შეთავაზებები, რომელსაც დღეს უკრაინელებს ვთავაზობთ აქ, რომელთან ერთადაც ვმუშაობ და გვინდა რომ გავაკეთოთ ეს ყველაფერი საქართველოში. ჩვენ შევძველით ქვეყნის მოდერნიზაცია და განსაკუთრებით როცა უკრაინაში ვიმყოფები ახლა, აი აქ განსაკუთრებით შეიმჩნევა, როცა პასპორტის აღებაში გთანს ართმევენ, როცა გაიარი და არა პატრული, რომელიც გთანს იღებს, როცა ქონებას ვერ დაარეგისტრირებ, უბრალოდ თუ არ გადაიხადე კვადრატულ მეტრზე $8 და აი ამას ვაკეთებ ჩვენ აქ, რომ უკრაინელებთან ერთად გვინდა ის ცვლილებები, რაც საქართველოში გავაკეთეთ, განვახორციელოთ, მაგრამ გვინდა ახალი თაობის ცვლილებები განვახორციელოთ. სამწუხაროდ ის, რაც საქართველოში შეჩერდა და რასაც ვაპირებდით აუცილებლად გაგვეკეთებინა საქართველოში. აი სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ გვაქვს ძალიან სერიოზული შესაძლებლობა იმის, რომ გავიმარჯვოთ, ვით უმეტესო დღითი დღე მე მგონი საზოგადოება წმუნდება, რომ დღეს ხელისუფლებაში არის ძალა, რომელმაც სამწუხაროდ საქმის კეთება არ იცის. სხვადასხვა მე რაღაც მომენტებში უსმენდი გადაცემას და თქვენ საუბრობდით განვლილ პერიოდზე და შეცდომებზე. შეცდომები მოსდის მას, ვინც საქმეს აკეთებს და უკრაინაში დღეს ყველაზე კარგად შეიმჩნევა, რა იყო საქართველო 2003 წელს, დღეს აქ ის რეალობაა, სწორედ რაც საქართველოში იყო 2003 წელს და რა არის საქართველოს დღეს. რა არის საქართველო დღეს და ჩვენ აქ ვართ იმიტომ, რომ ეს გამოცდილება არა მარტო უკრაინელების, არამედ ევროპელების აზრით არის ძალიან მნიშვნელოვანი უკრაინელი ხალხისთვის და უკრაინის მოდერნიზაციისთვის და რეფორმირებისთვის, რაც ასე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. და მე უბრალოდ მინდა ერთი რამ თქვა, რომ დღეს ერთ-ერთ კონფერენციაზე იყო სწორედ განხილვა, რომ თუ სწრაფად დაიწყებს საქმის კეთებას მთავრობა და რეფორმებს, იქნება შეცდომები, რა თქმა უნდა, ამ რეფორმების პროცესში, მაგრამ აქ საზოგადოება თანხმდება, რომ შეცდომის გარეშე საქმის კეთება ხშირად არ გამოდის ხოლმე. თუმცა საქართველოს შემთხვევაში ჩვენ ყველაფრის გამოცდილება გვაქვს უკვე და შეგვიძლია მართლაც სიახლეები შევთავაზოთ ძალიან ბევრი ხალხს და საზოგადოებას. არის ძალიან ძლიერი გუნდი, ძალიან ძლიერია თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, რა ვიცი, ყველგან აბსოლუტურად ჩვენი კანდიდატები და ვთავაზობთ საქმის კეთებას, დღე-დაღამე მუშაობას, ის რაც გვიყვარს და შეგვიძლია რაც ყველაზე მნიშვნელოვანი. ისე როგორ ვფიქრობთ, თქვენ უფრო მეტი შანსები გექნებოდათ, რომ ყოფილიყავით ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი თუ ბატონ ნიკა მელიას? გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ნიკა უნდა იყოს მერობის კანდიდატი, ნიკა ჩემი მეგობარია და ვფიქრობ, რომ მას სერიოზული შანსი აქვს გამარჯვების ამ შემთხვევაში. არ მგონია, რომ რაღაც დიდი სხვაობა იქნებოდა ამ პირობებში. მე ცალსახად ვფიქრობ, რომ მას აქვს გამარჯვების შანსი და ვფიქრობ, რომ კიდევ ერთხელ არჩევანი არის საქმის კეთებასა და უსაქმურობას შორის. არჩევანი არის უნარიანობასა, გამოცდილებასა და უსაქმურობასა და უუნარობას შორის. აი ეს არის გადაწყვეტილება, რაც საზოგადოება უნდა მიიღოს. დიდი მადლობა, მასწე ეს იყო გიორგი ვაშაძე, ქალბატონო ხატია, გისმენთ. შეკითხვა, რომელიც მე